როგორ იქნებოდა დედამიწა ღმერთის გარეშე, ან შეიქმნებოდა საერთოდ, არ შეიქმნებოდა, მაგრამ დაუშვათ ღმერთი არ არის. ჩვენ ხო ერთმანეთს ვჭამთ დღეს და ჭამა მერე გენახა. ღმერთი რომ არ იყოს. ესმით. რაც უფრო ადამიანი ღმერთს დაშორდება, მით უფრო ცხოველს და პირუტყვს დაემსგავსება. მოდი გავიხსენოთ საქართველოს სანამ ქრისტიანობა შემოვიდოდა. იცი რა ხდებოდა? აი, ერთ-ერთ ყველაზე ცუდ რაღაცას ვიტყვი. ადამიანებს თავისი შვილები მიყავდათ და კერპებთან კლავდნენ. სხერპლად წირავდნენ. გესმით? აი ესეთ გაუკუღმართებამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი, თუ ღმერთი არ არის მის ცხოვრებაში. და ღმერთი როდის არ არის ჩვენ ცხოვრებაში? როდესაც ჩვენ ჩვენი გულიდან ღმერთს გავაძევებთ. რატო ამბობ ჩვენ გავაძევებთ? იცი, ღმერთი არის ჩვენი შემოქმედ, ჩვენ გაგვაჩინა ღმერთმა, გაგვაჩინა თავისუფლება, ანუ არჩევანის უფლება ჩვენ მოგცა. შენ გინდა ღმერთთან? კი ბატონო, იყავი. არ გინდა ღმერთთან? არ გაძალებს. აი ისევე როგორც შეყვარებულზე რო თქვი. შეიძლება ხათრით ვიღაც გიყვარდეს, ძალით ვიღაც გიყვარდეს, ან გიყვარს, ამას ხო შენ ირჩევ. აი ეს ღმერთი არ გაძალებს. ღმერთს ჩვენ უყვარვართ, მაგრამ ის რომ ჩვენ გვიყვარდეს ღმერთი, ამას ჩვენ არ გვაძალებს. თავისუფალი ნება მოგცა.